სავსე მთვარეობა, მეგობრებო, იქნება კომბინაცია, ესე იგი, მზე ვერძი, მთვარე სასწორი. ურთიერთობების თემა წამოვა ძალიან წინა პლანზე. ურთიერთობები, ომი, კონფლიქტები, ხო, დიპლომატია, კომპრომისზე წასვლა თუ არ წასვლა, მოკლედ ეს დილემა, ძალიან იქნება მსოფლიო მასშტაბზე პოლიტიკას როცა ვეხებით და რაც შეეხება უკვე განვაზოგადოთ, ხო, ჩვენს პირად ცხოვრებას და ასე შემდეგ. ეს არის უკვე მომენტი, როდესაც ჩვენში იწყება ლტოლვა ბალანსის მოძიებისადმი. ანუ ჩვენ გვინდება, რომ რაღაცა ბალანსი ვიპოვოთ აი ამ დინამიურ და იმპულსურ ენერგიებში. აი ძალიან საინტერესო ფილოსოფიური გამოდის მოკლედ სავსე მთვარეობა. ანუ ეს მთვარე სასწორი, რომელიც გვეუბნება, რომ აი ჩვენ უნდა რაღაცა წერტილი ვნახოთ სწორასწორობის და იმ წერტილში დავფიქსირდეთ და მზე ვერძი, რომელიც გვეუბნება, რომ აი მე ვარ მე, მოკლედ მე მინდა პირველობა და მე მინდა მოკლედ არ ვიცი, დავიპყრო ლამის მსოფლიო და ასე შემდეგ. მაქვს გრანდიოზული ამბიციური მიზნები. ეს ხო არის უკვე რაღაც რადიკალიზმი და ეს არის გადახრა ბალანსიდან და ნორმიდან. აი ორ მეს შორის რო არის ხოლმე ეს დაპირისპირება. ძალიან საინტერესოა სავსე მთვარეობის ენერგიების შესწავლა სხვადასხვა. იმიტომ რომ სავსე მთვარეობა ყოველთვის რაღაცა ცნობიერს და არაცნობიერს მოკლედ აჯახებს ერთმანეთს. და ძალიან საინტერესო და სიმბოლურია, რომ 2 აპრილს არის, ხო? ციფრი 2-იანი, ნუმეროლოგია ჩავრთოთ. მთვარესთან არის კავშირში. ანუ ორმაგად ემოციური დღე იქნება 2 აპრილის სავსე მთვარეობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ რაღაცა გავაკეთოთ წმენდითი რიტუალი. სუფრის მარილის წმენდები არის უმარტივესი და იდეალური გამოსავალი მოკლედ. თუ თქვენ გინდათ რომ გაიწმინდოთ ნეგატივისგან, ავითვალისგან, ვიღაცების რაღაცა ცუდი აზრებისგან და ასე შემდეგ. იდეალურია.